რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. გამარჯობა. ვაშა გადაცემა ისევ თქვენთან არის. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. და სანამ დავიწყებთ, ჯერ კიდევ გაგდრო რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ ეს პოდკასტი ნებისმიერ პლატფორმაზე, რომელიც გაწყობთ. Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ქვეყანა ემზადება ერთი თარიღის აღსანიშნავად. 28 ნოემბერს ხდება ერთი წელი, რაც პროჭორილურმა ხელისუფლებამ პირდაპირ მოგვახალა იქამდე წლების განმავლობაში რამდენჯერმე შემოვლით სხვადასხვა გზით შეფარვით ნათქვამი. ჩვენ უარს ვამბობთ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. მას შემდეგ საქართველოში არ წყდება პროტესტი. უკვე ერთი წელია. მსგავსი ამ ისტორიას, ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. მსგავსი არ მომხდარა. ამ ერთწლიანი ბრძოლისთვის უზარმაზარი მადლობა ეკუთვნის ქართველ ერს, რომელიც გაიზარდა იქამდე, რომ საკუთარი სახელმწიფო მართლაც საკუთრად მიაჩნია. უზარმაზარი მადლობა ეკუთვნის ასობით ადამიანს, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ჯგუფის მოქალაქეს, ვინც ნებით ჩაჯდა ციხეში. დიახ, დღევანდელ საქართველოში ადამიანები ამას სრულიად გამიზნულად, ნებით აკეთებენ. და ეს არ არის სიგიჟე. ერთადერთი რაც არის, რატომაც არის, ეს არის სიმბოლო. ზოგადად ეს ბრძოლა სავსეა სიმბოლოებით. ნაღდი ევროპულად ლურჯი დროშების ბრძოლა თითქოს ზებრის შარდით შეღებილ ფერდაკარგულ ქოცურად ლურჯ დროშასთან. და 28 ნოემბერს, ვიცი, ასეთი ნაღდი ევროპული დროშა გადაეკრება საქართველოს ქუჩებს. ვიცი. მაგრამ ამ დღეს, ისევე როგორც სხვა დღეებში, კიდევ ერთი დღე არ უნდა დავივიწყოთ. 23 ნოემბერი. სწორედ ის 2003 წლის 23 ნოემბერი გახდა დასაწყისი, რის გამოც ადამიანები მთელი წელი ახლა ქუჩაში დგანან. 23 ნოემბერი იყო რეალური შემოbrunება საქართველოსი პოლიტიკური ევროპისკენ. არ ჩავწევ ხელს. მე ვარ შვიდობიანი დემონსტრანტი, მაგრამ ის ხელები გაწია. ამდენად ვერ დავაბრალებ შევარდნაძეს, რომ ისეთივე ღრმა, ისეთივე უსაშუალო და გაღწნილი რუსი იყო, როგორც ვინმე ბორია. მაგრამ შევარდნაძე მაინც იყო პოლიტბიუროს ყოფილი წევრი. შევარდნაძეს მაინც უნიშნავდნენ მრავალი წლის განმავლობაში ძალოვან მინისტრებს მოსკოვიდან და ეს კვალი მის ხელისუფლებას, მის ბალანსის პოლიტიკას ბოლომდე გაჰყვა. ვისაბარებთ ხელისუფლებას ბატონო პრეზიდენტი. იქნება ბატონ პრეზიდენტო ამ შემთხვევაში. ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის. გადმედიხარ ბატონ პრეზიდენტო. სახში 2003 წლის 23 ნოემბერს გიორგობას ქვეყანა შეუდგა ძალიან მკვეთრ შებრუნებას ევროპისკენ, დასავლეთისკენ. ძალიან მკვეთრად აქცია ზურგი რუსეთს. იმდენად მკვეთრად, რომ რუსებმა დაიწყეს ფიქრი სრულიად განსხვავებულ ალტერნატივებზე. ეს ალტერნატივები იყო ხან ომი, ხან ემბარგო, ხან ტერაქტები, ხან საბოტაჟი, ხანაც ისევ ომი. რა აღარ გააკეთეს. აამუშავეს ყველა მიძინებული აგენტი, უზარმაზარი რესურსებით. მაგრამ როცა 1 მილიარდერმა არ გაამართლა, ვერ შეცვალა ხელისუფლება, უკეთ მოამზადეს ოპერაცია და ამოაყვინთინეს მეორე მილიარდერს. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცო. ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში. რამაც სამწუხაროდ გაამართლა, მაგრამ კიდევ ერთხელ 28 ნოემბრის როგორც თარიღის აღნიშვნა შეუძლებელია, თუ კი არ გვახსოვს 2003 წლის 23 ნოემბერი. ორი დღე უშუალოდ არის დაკავშირებული. 23 ნოემბერი არის დასაწყისი, 24 წლის 28 ნოემბერი კი არის რევანშის უკიდურესი და გამოკვეთილი მცდელობა, მაგრამ არც პირველი და არც უკანასკნელი. ზუსტად ის, რომ ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი 365 დღეა დგას ქუჩაში, წვიმაში, ქარბუქში, თოვლში, გაზში, რეზინის ტყუებში, ხელჯოხების რახუნში, ტიტუშკების ცემაში, რაღაც უბედურებაში, სამსახურიდან გამოყრილი, დაჩაგრული, ყველანაირად შევიწროებული, სასამართლოსა და სამართლის არ მქონე. ეს ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოვიდა და იმიტომ დგას 365 დღეა, რომ 2003 წელს მოხდა 23 ნოემბერი. იმ 23 ნოემბრის გარეშე საქართველოში არ იქნებოდა პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს არის. იმდენი ვერა, რამდენიც სწორი ევროპული სახელმწიფოს ასაშენებლად იკმარებდა, მაგრამ არის. როდესაც ვამბობ ელიტა, საერთოდ არ გულისხმობ ვიღაც შეძლებულებს, საერთოდ არ გულისხმობ სოციალურად წარმატებულებს, მდიდრებს. არ გულისხმობ მაინც და მაინც ვერავაკე წავკის, კიკეთ საგურამოს მცხოვრებებს. საერთოდ არ გულისხმობ კომპიუტერისა და ინგლისურის უმაღლეს დონეზე მცოდნეებს. არა. გულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მოქალაქის მთავარი თვისება. შეგნება, რომ ეს ქვეყანა მათია, ჩემია, შენია, ჩვენია. 2003 წლის 23 ნოემბრის გარეშე ეს შეგნება ამდენ ხალხს არ ექნებოდა. ამისთვის ნამდვილად ერგებათ მადლობა არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ქუჩაშია, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ციხეშია. ჩვენ გვიყვარს ხოლმე თქმა, ცუდად ხომ მაინც არ ჩაევლის ეს განწირული სულის კვეთება. ამის თქმა შეგვიძლია ვარდების რევოლუციაზე. ამის თქმა შეგვიძლია 2012 წლის 1 ოქტომბრის დამარცხებაზეც. ჩვენს განწირულ სულის კვეთებაზე მოლდოველებმა მაგალითად ისწავლეს, რამდენად საშიშია რუსი ოლიგარქის ხელში ქვეყნის დატოვება და ყველაფერი გააკეთეს, რომ ვლადიმერ პლახატნუკისთვის გამოეძროთ ხელიდან საკუთარი სახელმწიფო.
დღეს მოლდოვა ჩვენზე რეალურად წინ არის ევროპული ინტეგრაციის საქმეში. პლახოტნიუკი კი ციხეშია. ახლა ჩვენ გვაქვს სასწაული გაკვეთილი მოლდოვასგან. 365 დღიანმა პროტესტმა ბევრი რამ აჩვენა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ 100%-ით გვაქვს შესაძლებელი მოსამართლეთა კორპუსი. ვიცით, რომ 100 თუ არა 80%-ით გვაქვს შესაძლებელი პოლიცია. დღეს ვიცით, რომ რადიკალურად გვაქვს შესაძლებელი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურად გვაქვს შესაძლებელი ქვეყნის თავდაცვის სისტემა. დღეს ვიცით, რომ რადიკალურად 100 თუ არა 90%-ით გვაქვს შესაძლებელი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი. დღეს ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურად გვაქვს შესაძლებელი ქვეყნის საშუალო ჩინოვნიკური კორპუსი. სამხარეო ადმინისტრაციები, მერიები, საარჩევნო კომისიები და უამრავი სხვა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ რადიკალურად გვაქვს შესაძლებელი განათლების სისტემა, რომლის კისერზეც არის 10 წლეულების განმავლობაში დამზადებული საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პროდუქტი. ზუსტად ის, რომელსაც ბორის ივანაშვილი დღეს ეყრდნობა. და ვიცით, რომ ყველა რეფორმა, რომელსაც მომავალი ხელისუფლება მოჰკიდებს ხელს, უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და რაც მთავარია, შეუქცევადი. რომ იმის შემდეგ მე ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერა პარტიამ, ვერა კოალიციამ ვერ შეძლოს მთავარი მიმართულების, ევროატლანტიკური კურსის შეტოკება, არათუ გადახვევა ან ჩაჩეხვა. ეს არ იქნება უმტკივნეულო საქმე, ეს არ იქნება იოლის საქმე. რუსულ პროპაგანდას უამრავი მიზეზი ექნება, რომ მომავლის ქართულ ხელისუფლებას ბრალი დასდოს რადიკალიზმში, სეგრეგაციაში, რუსოფობიაში, სეკულარიზმში, არადემოკრატიულობასა თუ ნებისმიერ სხვა ცოდვაში. მაგრამ დღეს ვიცით, რომ ეს გასაკეთებელია, თუ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს. სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა. შეგვიძლია გავიხსენოთ წინა ხელისუფლების მაგალითებიც. როდესაც დღეს პროჭორვილელები პარლამენტის წინ ქუჩაში შეკრებილ ყოველ მიტინგს სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებენ თუ მცდელობას. გავიხსენოთ რეალურად რამდენი გადატრიალების მცდელობა იყო იმ 9 წელიწადში. რამდენი და რა ფორმის გალიები, გერეუს სპეცრაზმის შემოყვანის გეგმები, პუტინი ბრძენია, ბეისბოლის ბიტები, ციხის ბუნტები, მილიარდერების ჯანყი, პატრიარქი პლენშია, ბელაჩაო და რა აღარ. აღარ ვლაპარაკობ ომებზე. რუსმა ჯერ ერთი ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, მერე მეორე და საბოლოოდ ყველაფერი ისევ მილიარდერის მოყვანით დაასრულა. ოღონდ გაცილებით უფრო კარგად მოფიქრებული, დალაგებული და გააზრებული გეგმით ამჯერად. უკეთ გავიცანით თუ არა საკუთარი თავი ამ ერთ წელიწადში. უდაოდ. გავიგეთ და დავწმუნდით, რომ ძალიან ჭრელები ვართ, ძალიან მრავალფეროვანი. ტაქტიკურად დღეს ეს მაინც და მაინც მომგებიანი არ არის. მაინც და მაინც მომგებიანი კი არა, მოდი პირდაპირ ვაღიარო, ზოგ შემთხვევაში წამგებიანია. იმიტომ რომ ჩვენს განსხვავებებს გადასარევად იყენებს ბორია ივანაშვილი. შვენივრად თამაშობს მათზე და დაუღალავად ცდილობს, რომ განსხვავებები დაპირისპირებად აქციოს. მაგრამ ერთხელაც დადგება დრო, როცა მივხვდებით, რომ სტრატეგიულად ეს ძალიან კარგი თვისებაა. კარგი ნიშანია, რომ მომავლის საქართველო, ბორიას შემდგომი საქართველო ნამდვილად პლურალისტური იქნება. გონების თვალი გადაავლეთ. რამდენად ჭრელი, მრავალხმიანი იყო ოპოზიცია მთელი ამ წლის განმავლობაში და როგორი ერთნაირი იყო ყოველთვის ოპოზიცია წინა ხელისუფლების დროს. ვაღიაროთ, უფრო ორგანიზებული იყო. ადრე რადიკალურად განსხვავებული პარტიები ერთიანდებოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ და ყოველთვის ჰქონდათ პირის შეკვრის უნარი. საერთო ლიდერების გამოკვეთისა და მათი გაყოლის დისციპლინა ეს ჰქონდათ. ახლანდელ ოპოზიციას ანუ ჩვენ ეს უნარი არ გვაქვს და არ გვყავს გამოკვეთილი ლიდერი. მით უფრო ჩვენ არ გვაქვს ის მილიონები, რომელიც მაშინ ადუღაბებდა აი 9 წლის განმავლობაში ოპოზიციას. კი, მაშინ შავი ფული დიდი სტიმულია. მაგრამ ახლანდელ თაობებს, ახლანდელ ოპოზიციას, ახლანდელ გაბრაზებულ ადამიანებს ზუსტად ეგ აქვთ მთავარ უპირატესობა, დგომა იდეისთვის. ახლა ერთად განან მემარცხენეები, მემარჯვენეები და ცენტრისტები. მონარქისტები, ანარქისტები, რესპუბლიკელები, სოციალისტები და ფედერალისტები. მართლმადიდებლები, იუდეველები, მუსლიმები, ადვენტისტები, ბუდისტები და ათეისტები. ვეგეტარიანელები და ხინკლისტები ბოლოს და ბოლოს. სხვები და სხვები. ერთადერთი ვინც დღეს აქ არ დგას, ვინც არ იდგება 28-ში, რუსია ან რუს დამონებული. და კიდევ ერთხელ ვამბობ, მომავლის საქართველოში ეს პლურალიზმი, აზრების, სახეების, სახელების ეს განსხვავებულობა, ეს სიჭრელე, მხოლოდ და მხოლოდ მოგვაგებინებს. ჩვენ, სოფლიოს მრავალხმოვანების, პოლიფონიის ჩემპიონებს, აუცილებლად გამოგვივა ისეთი სახელმწიფო, სადაც ყველას ხმას გაიგონებთ. ჰერეთიდან ბრიუსელამდე. ხო და ოლეულადან მრავალჟამიერ. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და აუცილებლად გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემები.